Alex Pereira Cyril Ganis წინააღმდეგ მის იქნება interim title ბრძოლა რეალურად Cyril Gani კარგ ტალღაზე არის იმის მიუხედავად რომ რა უცნაურიც არ უნდა იყოს ხო ბოლო ბრძოლა ასე თქვა დამთავრდა საკმაოდ ასე თქვა სკანდალურად რადგან თვალში გაარტყა თითი მოქმედ მძიმე წონის ჩემპიონს ტომას პინალს და ამის მერე ბრძოლა დასრულდა ისე რომ ბევრი რამე ვერ ვნახე თუმცა რასაც ეს თქვა ეს კარგი ტალღა მოყვება იქიდან გამომდინარე რომ მაგამდე მას ჰქონდა გარკვეული წარმატება ასპინალის წინააღმდეგ და ასპინალს ასე თქვა უწევდა ფიქრი თუ როგორ შემოეტრიალებინა ბრძოლა უკვე პირველივე მომენტებიდან სადაც Cyril Gani საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით ასპინალის ძალიან ცოტა არ გამოიყურებოდა, თუმცა იყო მოლოდინი რომ ეს ბრძოლა დიდად საინტერესო არ არის. სადაც მის შესული იყო ასპინალი და Gani ასე ვთქვათ გაეთიშა. Gans რეპუტაციული ზიანები რაც მიუღია ძირითადად აქვს მიღებული ასე ვთქვათ გამოუცდელობიდან გამომდინარე და მისი ასე ვთქვათ უნარების არარსებობისგან გამომდინარე გარკვეულ ასე ვთქვათ ნაწილებში, მაგალითად გრაპლინგში. მას არ აქვს ეს ცუდი გრაპლინგი, ვიღაც თulis რომ ალბათ ქუჩაში გამლოს რო გითხო MMA-ის მას ალბათ თulis რომ Cyril Gans მარტივად დაასაბინდებს, ესე არ არის. ჯონ ჯონსმა დაასაბინდა მარტივად, კილეტინით რომელიც არის ჯონ ჯონსი. და მისი ერთ-ერთი ყველა ძლიერი მხარე არის ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ და Ganis ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარე თავისი უნარებიდან გამომდინარე, ასე რომ ცუდი სტილისტური ბრძოლა იყო Ganis-თვის, თუმცა ასევე გვიხილია Gani სტრაიკინგში, სადაც ამარცხებს საკმაოდ მაღალი დონის სტრაიკერებს, სადაც პრობლემებს უქმნის და უგებს რეალურად ფეხზე Francis Ngannous, რომელიც დღემდე ასე ვთქვათ სადაოდ ნომერ პირველი heavyweight-ია ბევრისთვის. დღემდე აგრძელებს ხალხის დამარცხებას, რა თქმა უნდა მისი ხარისხის ოპონენტები არ არიან მაღალი, მაგრამ ვისაც აძლევენ, იმათ ანადგურებს, სხვა რა უნდა გააკეთოს, ასე ვთქვათ. და კრივის წაგებას თუ არ ჩავთვლით ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ, რომელიც მოსაუბრნეც უნდა ყოფილიყო, Fury-საც რამის გავს უნდა გაეკეთებინა. ის არის ჯერჯერობით საკმაოდ კარგ ტალღაზე, ასევე UFC გარეთ და Cyril Ganis ის გამოსვლა საკმაოდ კარგად გამოიყურება, სადაც რეალურად Ngannous დაჭირდა რომ მოჭიდავე გამختارიყო, რომ დაემარცხებინა Gani. შეძლებს თუ არა Pereira რომ გახდეს მოჭიდავე პირობითად, ხო? სავარაუდოდ ვერა. ანუ ისინი დიდი ალბათობით თუ მოინდომენ ერთმანეთთან გრაპლინგს, ერთმანეთს გაანეიტრალებენ, ხა არ ვიცი, ვინ უფრო მაღალი დონის გრაპლერი იქნება. ალბათ უფრო ფიზიკურობაზე, ტექნიკურად ალბათ დაახლოებით ერთ დონეზე არიან. კი თქვათ, Pereira-ს შავი ქამარი აქვს, მაგრამ ალბათ უფრო დაცვითი კუთხით უყურებენ მისი ინსტრუქტორები ამ თემას. შესაბამისად, ეგ ფაქტორები ალბათ დიდად არ შემოვა თამაში. იქნება ფეხზე დომში ბრძოლა, სადაც რეალურად უკეთესი სტრაიკერი გაიმარჯვებს და რეალურად გვინახია რომ Gans ბევრი ადამიანი ყავს ფეხზე გამწარებული. ასევე ფაქტორი არის Ganis ზალა, Gans აქვს ზალა რომ გათიშოს მისი ოპონენტები. მძიმე წონაში ყველა რაღაც დონეზე აქვს ზალა რომ ოპონენტი გათიშოს. ჩვენ Pereira გვინახია გათიშული middleweight-ში, ასე ვთქვათ ზიან მიყენებული light heavyweight-ში, მაგამდეც ზიან მიყენებული middleweight-ში, სამ გათიშავდნენ, ანუ ეს მისთვის არ არის რაღაც უჩვეულო, რომ არ აქვს მას ასე ვთქვათ რკინის ყბა, თუმცა იმის მერაც ადესანემ გათიშა, რეალურად არ გათიშულა და უფრო ზედაწონაში არ გათიშულა, ამას ვისაუბრია რომ ამის წონის კლებაც ფაქტორი არის მოქმედებს შენ ყბაზე, ნიკაბზე და უნარზე რო აიტანო დარტყმები. შესაბამისად, სავარაუდოდ heavyweight-შიც ეს რაღაც დონეზე მოემატება, მაგრამ ასევე
თამაში შემოდის heavyweight-ების ზალა და განის არის საკმაოდ ძლიერი დარტყმელი, მას შეუძლია იდაყვითაც ძალიან მძიმე დარტყმები მიაყენოს თავის ოპონენტს და რა თქმა უნდა მუშტებითაც, ფეხითაც ნორმალურად მუშაობს, დისტანციაზე საკმაოდ კარგად აკონტროლებს, მოძრავი მებრძოლი არის. ჩვენ ვნახეთ რომ light heavyweight-ში მაგალითად თუ არ ვისაუბრეთ თქვა ანკალაევის თან წაგებაზე, რომელიც საკმაოდ სულად გამოიყურებოდა ზოგადად მაგ ბრძოლაში, ასევე ხალილ რაუნდრიმ საკმაოდ ბევრი პრობლემა შეუქმნა და მე შევიდა იმ პერეირას ზონას, რასაც ეძახიან, შევიდა მაგ ზონაში და ნელ-ნელა ჩამოშალა კი არა, გაანადგურა რეალურად რაუნდრი, მაგრამ რაუნდრი არ არის სირილ განი. სირილ განს აქვს ეს უნარი, რომ რაღაც მომენტში თავისი მაქსიმუმი დადოს და შესაძლოა რომ შეუქმნას თავის მოძრაობით, ძალით, ანუ უჩვეულო მოძრაობა აქვს heavyweight-ისთვის, ანუ საკმაოდ სულ, ასე ვთქვათ, ფეხის წვერებზე შეუძლია რომ იმოძრაოს და იხტუნაოს, ასე ვთქვათ, განს და ამით შესაძლოა რომ პერეირას გარკვეული პრობლემები შეუქმნას, მაგრამ ნახოთ, ჩემს საინტერესო ბრძოლა იქნება, სანახავი არის როგორ მოახერხებს პერეირა რეალურად თავისი სტილის გაათარგმნას heavyweight-ში, იმიტომ რომ მას აქვს, ასე ვთქვათ, საკმაოდ ზეწოლის მქონე სტილი, მას ჭირდება რომ ზეწოლა დაადოს თავის მებრძოლებს, თავის ოპონენტებს, კუთხები მოჭრას და რეალურად უკვე რაღაც მომენტში გაიხსნას და მიაყენოს ის გამონადგურებელი დარტყმები სხვადასხვა მიმართულებიდან, რითიც ხშირ შემთხვევაში შლის ხოლმე თავის ოპონენტებს, ხანდახან ერთი დარტყმითაც შეუძლია მსგავსის გაკეთება. შეუძლია თუ არა რომ გათიშოს განის, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ შეუძლია რომ გათიშოს, თუმცა ასევე ალბათ ყველაზე ძლიერი დარტყმელი რეალურად ვინც იყო ბოლო პერიოდში UFC-ში, ეს იყო ენგანუ, რაც არ თქვა ტექნიკის ნაწილზე რო არ ვისაუბროთ, მას აქვს ძალიან ძლიერი დარტყმა და ბევრჯერ დაამტკიცა, შესაბამისად ამის ნეიტრალიზება მოახერხა განმა, თუმცა ნუ კი ძალიან სუფთა დარტყმა არ მიუღია, ვერ მოახერხა ენგანურო ეს, ასე ვთქვათ, მიეტანა სამიზნემდე. შესაბამისად არ ვიცით, თუ მოახერხებს პერეირა თავის საუკეთესო დარტყმის სამიზნემდე მიტანას, შესაძლოა გათიშოს ან დააგდოს და მერე უკვე მისას დააფინიშოს როგორც ანკალაევს გაუკეთა პირობითად. მაგრამ არ არის რა ეს გარანტირებული და არ არის, თქვათ, მარტივი მოცემულობა პერეირასთვის. ის სავარაუდოდ მისი ჰაიპიდან და პოზიციიდან გამომდინარე და ის რო რიგზის უკვე ჩემპიონი არის, ფავორიტია რეალურად და მოყვება ეს ყველაფერი საურა, თუმცა ის რასაც ახლა ეს ცდილობს, ხო, რამდენადაც განსაკუთრებული არ უნდა იყოს ილია თოფურიას გავლენის ისტორია და რაღაც დონეზე უფრო სხვა კუთხით ჩემს უკეთესია ვიდრე პერეირასი, ამ კუთხით არავის არ გაუკეთებია, არც ილია თოფურიას არ გაუკეთებია მსგავსი რამე, რომ 3 ტიტული მოიგოს. ილია თოფურიას პოტენციურად მე ექნება ეგ შანსი, მაგრამ ნახოთ თუ იქნება პირველი პერეირა, რომელიც ამას მოახერხებს, თუ ის კანონზომიერება ისტორიული შედგება და რეალურად განი აიღებს იმ დროებით ტიტულს, ასევე საუბარი აქვს დროებით ტიტულზე, ეს არ არის ლინიერი ტიტული, თუმცა ასპინალთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო რაღაცები ხდება, კულისებს მიღმა, არ ვიცით საერთოდ დაბრუნდება თუ რა UFC-ში, სავარაუდოდ დაბრუნდება, მაგრამ ნუ არის რაღაც კითხვის ნიშნები. და ნუ პერეირა და ასპინალის ძალიან დიდი ბრძოლა იქნება, შესაბამისად UFC-ს ძალიან ჭირდება, რომ პერეირამ გაიმარჯვოს და მერე პოტენციურად მართლა სუპერ ფაითი გამოვა პერეირასა და ასპინალს შორის, თუმცა განსაც აქვს დაუსრულებელი საქმე ასპინალთან, ასე რომ დარწმუნებული ვარ ის შეეცდება რომ გააფუჭოს, ასე ვთქვათ, დღესასწაული UFC-ში და დაამარცხოს პერეირა, რომლის უნარებიც მას აქვს რეალურად და მოდით ვიხილოთ რეალურად როგორ გავითარდება ეს ბრძოლა. და მოდით ასევე შევეხები ომალი
ზაჰაბის ამაზე ადრეც ვისაუბრე, ჩემი აზრით ომალი ამ ზოლას მოიგებს, ეს ისეთ დონის ზოლასაც ომალი იმარჯვებს, აი როგორც თქვა გეიჩი ამარცხებს ისეთ მებრძოლებს როგორც არიან ფიზიევი, პიმბლეტი და ასე შემდეგ. ჩემი აზრით შონ ომალიც მხოლოდ ტოპ მებრძოლებთან აგებს, ან აქვს ახლო ბრძოლები და გარკვეული სტილის მქონე მებრძოლებთან და ზაჰაბის ჩემი აზრით არ აქვს საკმარისი დაამარცხოს ომალი. თუ ზაჰაბი ომალი დაამარცხა, ეს იქნება ომალის დასასრული და ნიშნავს, რომ ის არის სერიოზულ კარიერულ დაღმავლობაზე და უკვე არაფერი ამის მერე მის კარიერაში უკეთესობისკენ დიდად აღარ შეიცვლება. ასე რომ ველოდები მე ომალის ნოკაუტს, არა მარტო გამარჯვებას, თუმცა ეს ბრძოლაა და რა ბუნებრივია ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცოტა უფრო დეტალურადაც მაქვს ეს ბრძოლა განხილული, მეტი არ მინდა რამე დავამატო, შეგიძლიათ ვიდეო იქნება ასევე შეთავაზებაში და შეგიძლიათ რომ ნახოთ ჩვენი წინა ბრეიკდაუნიც ამ მიმართულებით. რაც შეეხება რუფი და ჩენდლერს, ალბათ თუ სადმე რამე ყოფილა კაფიო, ალბათ არის რომ რუფი უნდა გაანადგუროს ჩენდლერი. მე მაგალითად სერიოზული შოკი მექნება, რომ ჩენდლერმა რამენერად მოახერხოს გამარჯვება, თან სტრუქტურულად გამარჯვება, სადაც აჩვენებს თავს, რომ რუფის ჯობია. ყველაფერი ისე და ისე ბრძოლაში მოხდეს, შეიძლება რაღაც ბრძოლის 4 რაუნდს და 4 წუთს იგებდე და მერე დაფინიშდე ბოლოს შეცდომის გამო, ან რა ვიცი, თქვათ შენი ოპონენტის განსაკუთრებული ქმედების გამო, მაგრამ რეალურად ვერ ვხედავ, რომ ჩენდლერმა მოახერხოს გადარჩენა. გემშვიდობებით, თქვენი მოსაზრებები დავიწერეთ კომენტარებში, მოიწონეთ, გააზიარეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, როგორც ყოველთვის ეს ჩვენთვის დიდი мотивация არის, ჩვენ გვინდა რომ იყოთ თქვენს მახშობელა კლანის community-ის ნაწილები. სანამდე შეგვიძლია შევეცდებით, რომ შემოვიდეთ თქვენთან კონტაქტში, განხილვაში, ასე ვთქვათ, გავითვალისწინოთ თქვენი კომენტარები, გავითვალისწინოთ თქვენი, ასე ვთქვათ, შეხედულებები შემდეგ ვიდეოებშიც და ზოგადად კომენტარებშიც შევეცდებით, რომ გარკვეული მიმართულებებით გიპასუხოთ თქვენ მოსაზრებებზე, ასე რომ იყავით მახშობელა კლანის ნაწილი და დაველოდოთ უკვე ამ ბრძოლას, ამ ბრძოლებს, რომელსაც ამდენი ხანი მოუთმელად ველით და ეს იყო სრანგელ კლანი, მახშობელა კლანი, გემშვიდობებით.